მძიმე ისტორია დღეს ქალებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. ქალები ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებენ იმას, რომ დაკავების მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათზე ძალადობდნენ და დაკავების შემდეგაც სამართალდამცველები, რომლებიც გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ დაკავებულ პირებთან, ცინიზმითა და ირონიით გამოირჩეოდნენ ქალების მიმართ. დღეს შეხვედრა კოალიციას ცვლილებისთვის ოფისში შედგა. ერთ-ერთი ლიდერი მარიკა არევაძე იყო ამ შეხვედრის ინიციატორი, რომელიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა დოკუმენტის შენახვა და შესაბამისად შემდგომ ამ დოკუმენტების საერთაშორისო მეგობრებთან გადაგზავნა, რადგან ყველა ის ქალი, რომელიც საუბრობს ძალადობაზე, უნდა იყოს დაზარალებულად ცნობილი. მათ არა აქვთ იმედი, რომ ქართულ რეალობაში მათ ამ ადამიანებს მიანიჭებენ დაზარალებული სტატუსს, შესაბამისად ყველა დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეში დევს, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებები, რომელთაც დასტურდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, ეს დოკუმენტები სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო მეგობრობას გადაეგზავნება და სწორედ ამის შემდგომ ისინი მოითხოვენ შესაბამის რეაგირებას და უკაცრესად დასჯას იმ სამართალდამცველების, რომლებიც ამ უკანონო საქმიანობებს ასრულებდნენ. 60-მდე ქალი იქნა დაკავებული სრულიად უსაფუძვლოდ რეპრესიების ფარგლებში და დღეს ჩვენ გვაქვს სწორედ ამ რეპრესიებ გამოვლილი ქალების მებრძოლი ქალებთან შეხვედრა და მათთან ერთად მსჯელობთ სამომავლო მოქმედებებზე, აქტივობებზე, რომ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს ის ტერორი, რასაც აწყობს ოცნება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მე პირადად ტროტუარიდან ვიყავი აყვანილი ორივეჯერ და ბრალმედებოდა რომ ვითომ ქუჩას კეტავდი და მეორე ჯერ ვითომ წინააღმდეგობას უწევდი პოლიციას, თუმცა არსებობს ვიდეო კადრები, რომ არც ერთი ბრალი არ ყოფილა მიახლოებულიც კი. ჩვენ ვაპირებთ ამ საქმეების შეკვრას ერთად და საერთაშორისო ქალთა დაცვის ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, საელჩოებისთვის მიწოდებას ამ მასალის ვიდეო მტკიცებულებებით და ცრუმოწმეების სახელგვარებით დასაბუთებულად ყველაფრის მტკიცებით გადაგზავნას. დოკუმენტური ფილმიც იგეგმება რომ გაკეთდეს ამაზე და ფიქრობ ძალიან შთამბეჭდავი იქნება განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორებისთვის, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის, იმიტომ რომ მართლა საოცარი პერსონაჟები არიან რაშუაშია თითოეული მათგანის პატიმრობა. თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, სწორედ ასე აფასებენ ქალები, რომლებიც დღეს შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც მათ დანაშაულს დაადასტურებდა, თუმცა ამის მიუხედავად საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სრულად გაიზიარეს ცრუმოწმე პოლიციელების ბრალდებები და ისინი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს. რა თქმა უნდა, ის ცრუმოწმე პოლიციელები, რომლებიც ქალების წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევდნენ, ეს ადამიანებიც მოხვდებიან იმ დოკუმენტებში სახელებით და გვარებით, რომლებიც შემდგომში საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ. პირდაპირ ეთერში ირაკლი ბახტაძე საუბრობდა.